ამ წუთებში ირანი მასიურ დარტყმებს აკანებს ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ბაჰრეინსა და ქუვეითში. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე სამხედრო დარტყმების სერია განახორციელა, ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხად, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის მხრიდან განხორციელდა. ახლო აღმოსავლეთი კვლავ ომში ჩაიძირა, ხოლო ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე კვლავ სწრაფად გაიზარდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს ოფიციალურად განაცხადა ირანთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასრულებაზეც. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობა არ არის უნარიანი ადეკვატური მოლაპარაკებების წარმართოში და მოუწოდა ირანის მთლიანი ხელმძღვანელობის ლიკვიდაციას. ირანმა პასუხად განაცხადა, რომ სრულად წყვეტს მოლაპარაკებებს აშშ-სთან და აღარასოდეს დაუბრუნდება მათ. ასევე მოუწოდა ხალხს ტოტალური ომისკენ. ტრამპმა განაახლა ირანის ბლოკადა, გააუქმა სანქციები და დაუშვა ირანის საკვანძო კუნძულის ხარკის დაკავება. პასუხად ირანელებმა განაცხადეს, რომ ამერიკელი ჯარისკაცები თუ მოვლენ, იქვე დარჩებიან. მაგრამ მოგვიანებით ტრამპმა დაამატა, რომ ჯერჯერობით სახმელეთო სამხედრო ოპერაციას არ გეგმავს. ამასთან ტრამპმა განაცხადა, რომ გეგმავს სწრაფად როგორმე დაასრულოს ირანთან საქმე, რათა მოლაპარაკებები უკვე სხვა ადამიანებთან აწარმოოს. და ხანგრძლივი ომი უпростоრად განაახლეს. ხანგრძლივი ომის შესახებ განცხადებებს ის ჯერჯერობით ვერ ხედავს და არ გეგმავს. ამასობაში ჰორმუზის სრუტე კვლავ გადაკეტილია, ხოლო რეგიონული ლიდერები ახალ ზავს მოუწოდებენ. ხოლო ტრამპი ამბობს, რომ ნავთობის ფასების ზრდა მას ძალიან არ აწუხებს, რადგან როგორც ის ამბობს, ყოველი ასეთი თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასები იზრდება. ამიტომ თითქოს ყოველ ჯერზე ამის გამო ნერვიულობა საჭირო არ არის. მოდით ახლა ერთად გავარკვიოთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში ამ წუთას. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი და სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერე. ასე რომ ორივე მხარემ აშშ-მ და ირანმა ოფიციალურად გამოაცხადეს ზავის ჩაშლისა და ნებისმიერი მოლაპარაკებიდან გასვლის შესახებ. 8 ივლისის დილით, მას შემდეგ რაც აშშ-მ ირანს რამდენიმე დარტყმა მიაყენა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ირანთან აღარ მოქმედებს, ხოლო ურთიერთგაგების მემორანდუმი, როგორც თავად აღნიშნა, დასრულებულია. შემდეგ მოდის ტრამპის ციტატა. შემთთვის ვფიქრობ, ამით ყველაფერი დასრულებულია. აღარ მინდა მათთან საქმე მქონდეს. ისინი ნაბიჯვრები არიან. მათ ავადმყოფი ადამიანები მართავენ. ეს უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა მათთან ურთიერთობა. მათ რაღაც სჭირთ. მეუბნებით, წადით და თქვენი დაკრძალვის საქმეებით დაკავდით მეთქი. ამის ნაცვლად კი გუშინ დაიწყეს რაკეტების ცროლა გემებზე. ამიტომ ჩვენ ძალიან ძლიერად დავარტყით მათ გუშინ ღამით. მაგრამ როცა ტრამპი საუბრობს დაკრძალვის საქმეებზე, იგულისხმება, რომ ახლა ირანელები ემშვიდობებიან თავიანთ ლიდერს ალი ხამენეის. ამერიკელი სამხედროების მონაცემებით აშშ-მ დაარტყა 80-ზე მეტ ირანულ ობიექტს შესაძლებლობების შესასუსტებლად. თეირანის შესაძლებლობები გაეგზელებინა თავდასხმების სანაოსნო მოძრაობაზე ჰორმუზის სრუტეში. დარტყმები განხორციელდა ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის 60 კატერზე, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, სარდლობისა და მართვის ქსელებზე, სანაპირო რადიოლოკაციური სისტემების ობიექტებსა და ანტიგემის რაკეტების პოზიციებზე. თუმცა შეგახსენეთ, რომ ტრამპი უკვე დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ირანელებს არ აქვთ. იმ მომენტში, როდესაც ეს გამოშვება იწერება, ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსმა განაცხადა, რომ დარტყმებს ახორციელებს. დარტყმები ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე ბაჰრეინში და ქუვეითში მას შემდეგ, რაც აშშ-მ ირანზე სამხედრო დარტყმების სერია განახორციელა, ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე სროლების პასუხად. ორ არაბულ სახელმწიფოში, ანუ ქუვეითსა და ბაჰრეინში, საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო. ქუვეითის არმიამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები მტრის სარაკეტო და დრონულ შეტევას იგერიებენ. ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა განაცხადა, რომ რაკეტები გაუშვა და უპილოტო აპარატები ამერიკულ საზღვაო სამხედრო ბაზაზე ბაჰრეინში და ალი ალ-სალემის ავიაბაზაზე ქუვეითში. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ძალებმა ასევე ჩამოაგდეს ამერიკული უპილოტო აპარატი MQ-9, რომელიც ამ დარტყმის მოგერიებაში იყო ჩართული. უკვე ავრცელებენ სოციალურ ქსელებში ამ ჩამოგდებული ამერიკული დრონის სურათს. ირანული სააგენტო ფარსის ინფორმაციით, ციტატა, როგორც აშშ-ის ქმედებებზე თავდაპირველი პასუხი. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის საზღვაო და კოსმოსურმა ძალებმა დრონებითა და რაკეტებით დააზიანეს 85 ამერიკული სამხედრო ობიექტი სალმანის პორტში, ბაჰრეინის მეხუთე საზღვაო რაიონში და ალი-სალემის ავიაბაზაზე ქუვეითში. რამდენიმე საათით ადრე ვაშინგტონმა, როგორც ცნობილია, დააუქმა სანქციების დროებითი შემსუბუქება, რომელიც ირანს ნავთობის ექსპორტის საშუალებას აძლევდა.
და მიაყენა სამხედრო დარტყმები ობიექტებზე ირანში არმუზის სრუტეში გემების დაბომბვაზე პასუხად. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გაუქმა გენერალური ლიცენზია, რომელიც ირანულ ნავთობთან ოპერაციებს აძლევდა უფლებას ამ თავდასხმების სერიის შემდეგ. როგორც უთხრებაში განაცხადეს, თეირანის ქმედებები სრულიად მიუღებელი იყო და ამას მოყვება შედეგები. შემდეგ ციტატა: ირანი მიიღებს სარგებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სათანადოდ მოიქცევა. და აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანულ ნავთობთან დაკავშირებული ყველა ადრე დადებული გარიგება უნდა დასრულდეს 17 ივლისამდე. ახალი კონტრაქტების დადება აკრძალულია 7 ივლისიდან. ეს ნიშნავს, რომ ირანი კვლავ ვერ შეძლებს ნავთობის ლეგალურად ვაჭრობას. გასცემებთ ლიცენზია გაიცა 22 ივნისს, ის ვრცელდებოდა ირანული ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და ნავთობქიმიური პროდუქციის წარმოებაზე, მიწოდებაზე, გაკიდვასა და გადმოტვირთვაზე და უნდა მოქმედებოდა 21 აგვისტომდე. ირანული ნავთობის ექსპორტის ნებართვა იყო ერთ-ერთი პუნქტი აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის მოგვარების მემორანდუმისა, რომელიც ივნისში გაფორმდა. ექსპორტის ლიცენზიის გაუქმებას წინ უძღოდა თავდასხმები ტანკერებზე ჰორმუზის სრუტეში და მის მახლობლად. ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრის მონაცემებით, ბოლო დღეებში სამმა კომერციულმა გემმა განაცხადა, რომ უცნობი ჭურვების მოხვედრის შედეგად დაზიანდა. დაზიანებულ გემებს შორის არიან კატარისა და საუდის არაბეთის ტანკერები. ორივე ქვეყანამ პასუხისგებლობა სწორედ ირანს დააკისრა. სამშაბათს 7 ივლისს გაერთიანებულმა საზღვაო ოპერაციების ცენტრმა, რომელიც აშშ ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო საზღვაო ჯგუფია ბარეინში, საფრთხის დონეს სრუტეში სერიოზულამდე გაზარდა. ირანის მთავარი მოლაპარაკე მოჰამად ბაგერ ღალიბაფი მაშინვე დაადანაშაულა აშშ-შო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში. თუმცა სწორედ ირანელებმა პირველებმა შეუტიეს ტანკერებს ჰორმუზის სრუტეში, რომლებიც ცდილობდნენ სრუტის გადაკვეთას ომანის სანაპიროს გასწვრივ. აშშ-ში შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ამაზე პასუხად 360-ზე მეტი ირანის რევოლუციური გვარდიის კატერი გაანადგურეს. ამასთან მანამდე აფეთქებები მოხდა ირანის მთავარ ნავთობის ტერმინალში ხარკის კუნძულზე, ქეშმის კუნძულზე, ასევე სამხრეთის პორტულ ქალაქებში, სირიქსა და ბანდერაბასში. საინტერესოა, რომ ამერიკის ცენტრალური სარდლობის ანგარიში თავდაპირველად არ იყო ნახსენები ხარკის კუნძული, საიდანაც ირანი თავისი ნავთობის ექსპორტის 90%-ს ახორციელებს. თუმცა მოგვიანებით დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ აშშ-ს შეუძლია საერთოდ დაიკავოს ეს ირანული ხარკის კუნძული. მან დაამატა, რომ მაინც გასცა ბრძანება ამ ღამით ხარკის კუნძულის დასართმელად, მაგრამ აუგზავა სამხედრო საჰაერო ძალებს ნავთობის საცავის დაბომბვა, რადგან განიხილავს კუნძულის მთელი მისი ნავთობით ერთად დაპყრობის შესაძლებლობას. შემდეგ ტრამპის ციტატა. ჩვენ დავიკავებთ ხარკის კუნძულს და არაფერია, რაც ირანს ამის წინააღმდეგ შეუძლია გააკეთოს. ამიტომაც თქვი, არ დაარტყათ მილსადენებს, დაარტყით ყველაფერ დანარჩენს. თუმცა სინამდვილეში მოგვიანებით დონალდ ტრამპმა დაამატა, რომ ჯერჯერობით არ გეგმავს რაიმე სახის სახმელეთო სამხედრო ოპერაციას, მაგრამ ამის ნაცვლად მზადდება ოპერაცია, რომელიც სწრაფად დაასრულებს რეჟიმს თეირანში. ციტატა. ესენი ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან და ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ მათგან, როგორც კიბოსგან და იცით რა უნდა გავაკეთოთ? საჭიროა კიბო ადრეულ ეტაპზე ამოუჭრათ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარემ თითქოს გამოაცხადა, რომ მოლაპარაკებებიდან გამოვიდნენ, ჯერჯერობით სრულიად გაუგებარია, როგორ იქნება ეს პრაქტიკაში. ანუ გაგრძელდება მოლაპარაკებები თუ არა, გაუგებარია. მაგრამ ტრამპი, რომელმაც გასულ თვეში გააფრთხილა ეკონომიკური კატასტროფის შესახებ, თუ ომი გაგრძელდება, კვლავ იმავე პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის, რომ ეს ომი შეწყდეს. ანუ მისი განახლება მას არ შეუძლია. ჩვენ ერთ-ერთ წინა გამოშვებაში სწორედ ამ საკითხს საუბრობდით, რომ ომი ტრამპისთვის ეხლა საერთოდ არ არის მომგებიანი. მას დიდი პრობლემები ექნება ომის განახლების შემთხვევაში. აშშ-სა და ირანს უკვე ჰქონდათ ურთიერთდარტყმები. ირანმა თავდასხმა განახორციელა სავაჭრო გემებზე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გადიოდნენ. აშშ-ს საპასუხო დარტყმა მიაყენა ირანის სამხედრო ობიექტებს. ირანმა კი საპასუხოდ ბარეინსა და ქუვეითს დაარტყა. ამ თავდასხმებმა ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. მაგრამ ისინი ჯერ არ განუცხადებიათ მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ. ანუ კი იყო დაპირისპირებები, მაგრამ ასე პირდაპირ გამოსულიყვნენ და ეთქვათ, ყველაფერი მოლაპარაკებები აღარ იქნება, ასეთი რამ არ ყოფილა. მაგრამ აქ ტრამპმა ეშმაკოვას მიმართა. მან უცებ განაცხადა ასე სხვადასხვა შეუმჩნევლად, რომ თავის მოლაპარაკეებს მუშაობის გაგრძელების უფლებას მისცემს ირანთან უფრო ფართო ბირთვულ შეთანხმებაზე, მაგრამ ამ საქმიანობას დროის ფუჭად კარბად მოიხსენია.
აქ ძალიან ყურადღებით უნდა მოусმინოთ მის ციტატას. ერთი მხრივ ის ამბობს: ყველაფერი მოლაპარაკებები დასრულებულია, ჩემთვის დასრულებულია, მე არ ფიქრობ, რომ საჭირო მათი გაგრძელება, მაგრამ შემდეგ ამატებს: ჩემთვის ისინი დასრულებულია. მაგრამ ჩემი მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შეუძლიათ გააგრძელონ ეს მოლაპარაკებები და იქ რაღაცაზე შეთანხმდეთ. ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ASHS-ის ვიცე-პრეზიდენტი JJD Vance, 60 დღე განმავლობაში უნდა მიეღწია თეირანისგან ტექნიკური დათვავებისთვის, რომლებიც დაასრულებდა მის ბირთვულ ამბიციებს. თუმცა ეს მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობდა და ძირითადად კონცენტრირებული იყო ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებაზე, რომელსაც ტრამპმა დღეს დასრულებულად უწოდა. ეს მისი სიტყვებია. ამ შეთანხმების შუამავლები პაკისტანი და კატარი ეხლა თითქმის უეჭველად იჩქარებენ, რომ მოლაპარაკებების პროცესის აღდგენას სცადონ. თუმცა სხვა მოთამაშემ ისრაელმა ტრამპის კომენტარები სხვაგვარად აღიქვა. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც ძალიან სკეპტიკურად უყურებს მის დიპლომატიურ მცდელობებს ირანთან მიმართებაში, შესაძლოა ASHS-ის პრეზიდენტის კომენტარებს განიხილავს როგორც შესაძლებლობას გააგრძელოს ოპერაცია, როგორც ლიბანში ჰიზბალას წინააღმდეგ, ასევე უშუალოდ ირანის წინააღმდეგ. ანუ, ხელები გახსნილია. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ოთხშაბათს ნავთობის ფასები 6%-ზე მეტით გაიზარდა, თითქმის 6.5%-ით, ხოლო საფონდო ბაზრები მთელ მსოფლიოში დაეცა. ნავთობის ბრენტის მარკის ფასი, რომელიც მსოფლიო სტანდარტად ითვლება, თითქმის $69-მდე გაიზარდა ბარელზე. ფასების ზრდა მოჰყვა რამდენიმე კვირიან პირიქით ვარდნას. რადგანაც ნათელი გახდა, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შეუძლიათ მიაღწიონ შეთანხმებას ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენაზე, რომლის გავლითაც ომამდე მსოფლიო ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი გადიოდა, ნავთობის ფასები რა თქმა უნდა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად დაბალია ომის პიკებთან შედარებით, როცა ფასი $120 აჭარბებდა ბარელზე, მაგრამ მათი ზრდა შესაძლოა საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ინფლაციის შესახებ შიშები კვლავ გააქტიურდეს. მაგრამ რატომ ისევ ყველაფერი დაინგრა და მხარეები ომის ახალ ფაზაში გადავიდა? холод გასულ თვეში ASHS-მ და ირანმა ხელი მოაწერეს დიდხანს ნანატ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ისინი შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე, ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენისა და ირანის მიმართ ზოგიერთი ფინანსური შეზღუდვის შემსუბუქების სანაცვლოდ. როგორც ჩანს, მოლაპარაკებებისკენ გზა გაიხსნა, მაგრამ საქმე ისაა, რომ თავად მემორანდუმმა ჩადო ნელი მოქმედების ბომბი, როგორც ASHS-მ განაცხადა. საკითხი ისაა, რომ თავად მემორანდუმმა ჩადო ნელი მოქმედების ბომბი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ ირანზე ახალი დართვმები და ირანული ნავთობის გაყიდვაზე სანქციების აღდგენა არის პასუხი ჰორმუზის სრუტესთან ახლოს სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმათა სერიაზე. სამშაბათს ირანმა მართლაც ესროლა 3 სავაჭრო გემს, რომლებიც ომანის ტერიტორიულ წყლებში გადაადგილდებოდნენ. ეს მოხდა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს, რაც მნიშვნელოვანია. თუმცა თეირანმა განაცხადა, რომ ეს გემები, რომლებიც თავდასხმის ობიექტი გახდნენ, დაარღვიეს მემორანდუმის პირობები, რადგან სრუტეში გავლაზე ნებართვა უნდა მიეღოთ მის ოფიციალურ პირებთან შეთანხმებული მარშრუტებით. და გააფრთხილა, რომ არ გამოიყენონ მარშრუტი, რომელიც ომანის სანაპიროსთან უფრო ახლოს მდებარეობს. თითქოს ირანმა მემორანდუმში მართლაც დაფირდა გემებს უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფას, მაგრამ იქ კონკრეტული ადგილი მითითებული არ ყოფილა. და ეხლა თეირანი დარწმუნებულია, რომ მემორანდუმში საუბარია იმაზე, რომ ASHS-მ ფაქტობრივად აღიარა, რომ არმუტის სრუტეში ერთადერთი კორიდორი, სადაც გემებს შეუძლიათ გავლა, ირანის სანაპიროს გასწვრივ გადის. ხოლო ისინი, ვინც სრუტეში სხვაგვარად მოძრაობენ, მაგალითად ომანის სანაპიროს გასწვრივ, არიან დამრღვევები და ირანს აქვს უფლება მათზე თავდასხმის. მაშინაც კი სამშაბათს ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსმა განაცხადა, რომ კატავის ნავთობის ტანკები დაექვემდებარა თავდასხმას არმუტის სრუტეში გასვლის ცდილობისას, მას შემდეგ რაც არაერთი გაფრთხილება უგულებელყვეს. და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ როგორც ამბობენ, სრუტეში ახალი რეალობა დამკვიდრდეს. გემები უნდა იმოძრავონ მხოლოდ ირანის სანაპიროს გასწვრივ, რადგან მომავალში ირანი აპირებს არმუტის სრუტეში გემების გავლისთვის გადასახადი დააწესოს. და ურთიერთგაგების მემორანდუმში ირანი მხოლოდ 60 დღის განმავლობაში იპირდება გემებს უფასო გავლის უფლებას არმუტის სრუტეში. ხოლო შემდეგ რა მოხდება, იქ საერთოდ არაფერია მითითებული. და სწორედ ამ არაზუსტობაზე მემორანდუმში ყველა ექსპერტი მიუთითებდა, მაგრამ თეთრ სახში ეს არ გაუგიათ. მაშინ უბრალოდ როგორმე ნებისმიერ ფასად უნდა შეეჩერებინათ საბრძოლო მოქმედებები და ტრამპს გამოეცხადებინა, რომ აი ჩვენ გავიმარჯვეთ.
უფრო მეტიც, ირანის ოფიციალური პირები სერიოზულად შიშობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება გამოიყენონ ურთიერთგაგების მემორანდუმი საკუთარი კონტროლის დასამყარებლად, არმუდის სრუტეზე, რითაც ირანს ართმევენ ყველაზე მნიშვნელოვან ბერკეტს მომავალი კონფლიქტის დროს. რეალური შესაძლებლობა არმუდის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხებისა. ირანელები შიშობენ, რომ თუ ამერიკელები ომანის სანაპიროსთან გემების მოძრაობას დაარეგულირებენ, მომავალში უკვე აშშ-ო აკრძალავს ამ გემების ირანის სანაპიროებთან გავლას. ამიტომ, ეგრეთ წოდებული მისაღები ქცევის პარამეტრები ცეცხლის შეწყვეტის პირობებში მემორანდუმის დარღვევის გარეშე საკმაოდ ფართოდ რჩება, იმიტომ რომ მკაფიო წესები არავის დაუწერია. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი მიიჩნევს, რომ შეუძლია სხვა ქვეყნების სუვერენულ წყლებში გემებზე თავდასხმა. აშშ-ს მიიჩნევს, რომ შეუძლია ირანის მასშტაბით სამიზნეების საკმაოდ ფართო ჩამონათვალზე სადამსჯელო დაბომბები განახორციელოს. ხოლო ირანი ფიქრობს, რომ პასუხად უბრალოდ შეუძლია ბაჰრეინი და ქუვეითი დაბომბოს. საბოლოოდ, როგორც ხედავთ, სწორედ ასე ხდება. შედეგად, კვლევის მონაცემებით, ნატო-ის ტანკერების მოძრაობა ჰორმუზის სრუტეში პრაქტიკულად შეწყდა. დღეს სრუტეში სულ 4 ტანკერი გავიდა, დანარჩენებმა კი მოტრიალება დაიწყეს და როგორც იტყვიან, გაჩერებაზე დადგნენ. ამასობაში კი ეს მუქარების გორგალი კიდევ უფრო იხოება და ირანელები აშშ-ს ემუქრებიან ტრამპის მუქარებზე პასუხად, რომ ირანს კიდევ უფრო ძლიერად დაარტყამენ, განსაკუთრებით კი ხარკის კუნძულს დაიკავებენ. პრეზიდენტ იბრაჰიმ რეზაიმ, რომელიც ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის პრეზიდენტია, განაცხადა ციტატა: "მოდით გელოდებით და გპირდებით, რომ არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცის ცოცხალი აღარ დაბრუნდება." ხოლო ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ალი აკბარ ვილაიათიმ განაცხადა, რომ ირანი ადრე აფრთხილებდა, ციტატა: "აფრთხილებდა, რომ რეგიონი არ არის ადგილი პოლიტიკური აზარტული თამაშებისთვის, მცირე სახელმწიფოებისთვის და რომ ირანი მზად არის დააჭიროს სასახლეც, რათა გაწმინდოს რეგიონი." პასუხად ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის ირანთან ეს თამაშები ითამაშოს. ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ახალი შეფასება ირანის ლიდერებისა, როგორც ნარჩენებისა და გიჟების, ასე უწოდა დღეს მათ, გაჩნდა მას შემდეგ, რაც უკეთ გაიცნო ეს ჩინოვნიკები. ანუ მანამდე არ ესმოდა, ეხლა კი გაიგო. მან განაცხადა, რომ ჯერ კიდევ თვლის ირანის ხელმძღვანელობას უფრო ადეკვატურად, ვიდრე წინა ხელისუფლებას, მაგრამ დაამატა, რომ მაინც არ აქვს აზრი მათთან დიალოგის წარმართვას. შემდეგ მოხავს მისი ციტატა: "მე მათ გავიცანი. ვფიქრობ, ისინი ბევრად უფრო რაციონალურად მოქმედებენ, ვიდრე პირველ და მეორე დონეზე. პირველი დონე მოხსნილია, მეორე დონეც მოხსნილია, ეს უკვე მესამე დონეა. ვფიქრობ, ისინი უფრო რაციონალურად მოქმედებენ, მაგრამ მათ იქმედებებიდან გამომდინარე, ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში ისინი ხალხს სარგებელს არ აძლევენ. დარწმუნებული არ ვარ, მინდა თუ არა მათთან გარიგების დადება. შეგვიძლია ვითამაშოთ თამაშები, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, მინდა თუ არა ეს." მოკლედ, რას უნდა ტრამპს გაუგებარია? პასუხად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კაზემ ღარიბაბადიმ ტრამპის სისხლისმელ დამნაშავედ მოიხსენია. ციტატა: "დამნაშავესა და მკვლელ ტრამპთან უნდა ისაუბრო იმ ენაზე, რომელსაც ის ესმის, ანუ როგორც ჩანს ძალის ენაზე." საერთოდ, როგორც ხედავთ, მხარეებმა ასეთი თავაზიანობები გაცვალეს ერთმანეთს, მაგრამ საბოლოოდ დღევანდელი დღის ბოლოს დონალდ ტრამპმა მოულოდნელად განაცხადა, რომ მისი აზრით ირანთან ომი არ განახლდება. ციტატა: "არ ფიქრობ, რომ ომი განახლდება. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება. მათ დააზიანეს ორიოდე გემი. ამიტომ ჩვენ მათ ბევრად უფრო ძლიერი დარტყმა მივაყენეთ საფასუხოდ. როცა ისინი დარტყმას აყენებენ, ჩვენ 10-ჯერ უფრო ძლიერად პასუხობთ. გესმით? ჩვენ ბევრად უფრო ძლიერ დარტყმას ვაყენებთ, ვიდრე ისინი. ჩვენ ვფიქრობ, ყველაფერი რაც მოხდება ძალიან სწრაფად დასრულდება და ჩვენ უბრალოდ ამას უფრო უსაფრთხოს გავხდით, მათ შორის ნატო-ისთვისაც. ნავთობი გახდება ძალიან თავისუფალი, ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი და ეს ძალიან სწრაფად მოხდება. რასაც ეს ნიშნავდა, ხომ გესმით თავადაც. ამასობაში, სანამ ჰორმუზის სრუტეში თითქოს ომი განახლდა, დღეს სამხრეთ ერაყის ქალაქ ნაჯაფში გაიმართა მოკლული ირანის უმაღლესი ლიდერის გამოსამშვიდობებელი ცერემონია. ეს არის აიათოლა ალი ხამენეი. ერაყის ხელისუფლებამ 4-შაბათი გამოაცხადა სახელმწიფო დღესასწაულად. ეს არის მეხუთე დღე 6-დღიანი სახელმწიფო დაკრძალვისა, რომელიც ირანში 4 ივლისს დაიწყო. თეირანი იმედოვნებს, რომ ეს მასშტაბური ცერემონიები აჩვენებს ძალას და ერთობას აშშ-სა და ისრაელთან მიმდინარე ომის ფონზე. რაც შეეხება ესკალაციას და მუქარის განცხადებების გაცვლას, როგორც ჩანს, ეს უკვე ორივე მხარისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწევეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწევეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. სულ ეს იყო. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ნახვამდის ყველას.